ჩვენი პირველი დავალება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ იყო ის პრივატიზების სამსახურის მთლიანად დარევიზიება, მიმდინარე პროექტების სადაც მიმდინარეობს მშენებლობა იქნება თუ სხვა პირობა დადებული პროექტები, რომლებიც არის და ერთლარად გაყიდული, იმათი რევიზია უკვე პირველადი მონაცემები გვაქვს, არის დარღვევებით, ვადების კუთხით, ვთქვათ, ძირითადად, ამიტომ გვექნება ამაზე რეაგირება აუცილებლად. Შესაძლებელია ვადები გაგრძელდეს, მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მაქსიმალურად ვიყოთ, ვთქვათ, ხისტებს არ ვიტყვი, მაგრამ აი ობიექტურები. იმიტომ რომ ჯარიმების ნაწილში ყველას დავარიცხავთ ჯარიმას, თუ ობიექტური ექნებათ პირობა, რომ გაუგრძელოთ ვადა და გაუგრძელებთ ვადებს. ამ საკითხს ვიკვლევთ TV25-ის დამფუძნებლების ნათესავებზე გადაცემულ ქონებებზე, რომელიც იყო ძალიან გაჟღერებული და ისეთი აფიშირებული. ჩვენ პირველი მოკვლევებით ავაკვეთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს აქვს გადაცემული ეს ქონებები და არა აჭარის ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს, ამიტომ მიდის კოორდინაციაში მუშაობა, გამოვიკვლევთ, დავაზუსტებთ ყველაფერს და ამ შესახებ დამატებით მოგახსენებთ.